მეცნიერები იუპიტერის შესწავლით უკეთ იგებენ, როგორ წარმოიქმნა მზის სისტემა. ახლა კი მოდი უფრო ვრცლად გავეცნოთ ჩვენი დიადი მზის სისტემის ყველაზე დიდ პლანეტა იუპიტერს. თითქმის ყველას მცდარი წარმოდგენა აქვს იუპიტერზე, რადგან თითქმის ყველაფერი, რასაც სკოლაში ამ პლანეტის შესახებ გვასწავლიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის მხოლოდ აირის, იგივე გაზის გიგანტური ბურთი. იუპიტერი თხევადი პლანეტაცაა და თითქოს ეს არ იყოს საკმარისად უცნაური. ის სინამდვილეში თხევადი ლითონის პლანეტაა. მისი სიმბოლური ღრუბლების მიღმა ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საიდუმლო იმალება. მოდი ჩავუღრმავდეთ ამას. ეს იუპიტერის პირველი ახლო ხედით გადაღებული ფოტოა, რომელიც NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა პიონერ 11-მა 1974 წელს გადაიღო. ხოლო ეს იუპიტერის პირველი მოძრავი გამოსახულება Voyager 1-ის მიერ 1979 წელს მიახლოებისას გადაღებული კადრებისგან შექმნილი ტაიმლაპსი. როგორ გახდა ასეთი დიდი? იუპიტერის რეალური ზომის აღქმა ძალიან რთულია. ის არამხოლოდ დიდია, არამედ იმაზე მძიმეა, ვიდრე მზის სისტემის ყველა სხვა პლანეტა ერთად აღებული. მასში თავისუფლად მოთავსდებოდა 1000 დედამიწა. მასშტაბის უკეთ აღსაქმელად, დედამიწა რომ ყურძნის მარცვლის ზომის იყოს, იუპიტერი კალათბურთის ბურთის ხელა იქნებოდა. ჩვენი ზოგადი თეორია მზის სისტემის წარმოშობის შესახებ იწყება კლდეების, ლითონის, აირის, მტვრისა და სხვა მასალებისგან შემდგარი დიდი დისკოთი, რომელიც ახლად წარმოქმნილი მზის გარშემო ბრუნავდა. მილიონობით წლის განმავლობაში ეს მასალა ერთმანეთს ეჯახებოდა და უფრო დიდ ნაწილებად იქცეოდა. როდესაც ეს ნაწილები კიდევ უფრო გაიზარდა, ამუშავდა გრავიტაცია, რომელმაც უფრო მეტი ნივთიერება მიიზიდა. ამ თეორიის მიხედვით იუპიტერი მაშინ წარმოიქმნა, როდესაც ერთ-ერთი ასეთი ნაწილი იმდენად გაიზარდა, რომ მისმა გრავიტაციამ დისკოს შიგნით არსებული აირის მასიური რაოდენობის მიტაცება დაიწყო და ასე გრძელდებოდა მილიარდობით წლის განმავლობაში, სანამ მან დღევანდელ სახეს არ მიაღწია. ეს ლოგიკურია და თუ ასია, იუპიტერის შიგნით მყარი ქანებისა და ლითონისგან შემდგარი ძალიან დიდი და წარმოუდგენლად მკვრივი ბირთვი უნდა არსებობდეს. ალტერნატიული თეორიის მიხედვით იუპიტერმა სიცოცხლე დაიწყო როგორც ცალკეულმა გიგანტურმა აირის ღრუბელმა, რომელიც ადრეული მზის სისტემის განაპირას მდებარეობდა. დროთა განმავლობაში ეს ღრუბელი იმდენად გაიზარდა, რომ საკუთარი გრავიტაციის გავლენით ჩაიფუშა და აირის მკვრივ ბურთად იქცა. დაახლოებით ასე ყალიბდებიან ვარსკვლავებიც, თუმცა მათ გაცილებით დიდი აირის ღრუბელი სჭირდებათ. ამ შემთხვევაში კი მივიღეთ ძალიან დიდი პლანეტა, რომელიც საბოლოოდ მზის გრავიტაციამ მიიზიდა და ორბიტაზე დააფიქსირა. ეს ვიდეო სრულად ნახე კოდის YouTube არხზე. გამოიწერე კოდი და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო.